ნაგვის შემგროვებელი ქალი ქუჩაში მდიდრებმა დაამცირეს, რადგან თავს მასზე აღმატებულად მიიჩნევდნენ. თუმცა ერთმა მილიონერმა ეს სცენა დაინახა და შეამჩნია ის, რის დანახვის გამბედაობაც სხვას არავის ეყო. იმან, რაც მან ამ უბრალო ქალის შესახებ აღმოაჩინა, ყველაფერი შეცვალა. თუ გადალახვისა და სიყვარულის ეს მშვენიერი ისტორია დაგაინტერესათ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და მოგწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. ვაგრძელებთ და დიალის 7 საათის მზე უკვე მცხუნვარედ აჭერდა, როდესაც ნინო მახარაძემ თავისი ურიკა თბილისის შუაგულში, ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე გააგორა. პრიალა ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა გამთენიისას მოსული წვიმის კვალი, მაგრამ ტენიანობა უკვე ორთქლდებოდა და მიწიდან გამჭვირვალე ლანდებივით იწეოდა. ნინო ამ მარშრუტის ყოველ მეტრს ისე იცნობდა, როგორც საკუთარი ცხოვრების რუკას. იცოდა, სად იწყებოდა აღმართი, სად იყო ბორდიური გატეხილი, სად ტოვებდნენ მცხოვრებლები ნაგვის პარკებს და თქმულ დროზე ადრე. ისიც იცოდა, სად ელოდა ზიზღით სავსე მზერა, ჩურჩულით ნათქვამი რეპლიკა ან ცხვირის აბზუება მის მიახლოებამდეც კი. ნინო მოხუცი არ იყო, მაგრამ ცხოვრებას მისთვის იმაზე მეტი გადაეხტევინებინა, ვიდრე მის პირადობაში ჩაწერილი 42 წელი მეტყველებდა. ჰქონდა დაკოჟრილი ხელები, წელი, რომელიც დღის ბოლოს ტკიოდა, მზისგან დამწვარი კანი და მჭიდროდ შეკრული თმა, რომელიც ქარის დროსაც კი არ იშლებოდა. მას ნარინჯისფერი, გაცვეთილი უნიფორმა ეცვა, შავი რეზინის ჩექმები და სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომლის გაკონტროლებაც წლების განმავლობაში ისწავლა. ეს არც მორჩილება იყო და არც ამბოხი. ეს იყო რაღაც შუაშისტური, ნებაყოფლობითი უჩინარობის ნიღაბი, თითქოს ესმოდა, რომ რაც ნაკლებ ადგილს დაიკავებდა სხვების თვალთახედვის არეში, მით ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა. მაგრამ შიგნიდან ნინო მთელი სამყარო იყო. ის მზიური რეზიდენსის წინ გაჩერდა, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული შენობაა, მთლიანად სარკისებრი შუშებითა და იმპორტული გრანიტით მოპირკეთებული. გარეთ ნაგვის სამი შავი პარკი იდო უჟანგავი ფოლადის სანაგვეურნასთან, რომელსაც რეალური დანიშნულებით თითქმის არასდროს იყენებდნენ. ნინო დაიხარა, პარკები ფრთხილად შეკრა და ურიკაზე შემოდო, ხრებზე ნაცნობი სიმძიმე იგრძნო. სწორედ მაშინ მოესმა სადარბაზოდან წამოსული წვრილი ხმა. გოგონა, შეგიძლიათ ეს უფრო სწრაფად გააკეთოთ. მობინა დრეები ჩივიან, რომ ხოლში სუნი დგება. ნინომ თვალი აარიდა. ეს იყო ახალგაზრდა თანამშრომელი, უნაკლო ფორმაში გამოწყობილი, რომელიც ლაპარაკისას მას პირდაპირ არ უყურებდა. გოგონას ხმაში ბრაზი არ იგრძნობოდა, მხოლოდ ავტომატური მორჩილება იმ ბრძანების მიმართ, რომელიც აშკარად ზემოდან რომელიმე ისეთი ბინიდან მოდიოდა, სადაც კონდიციონერი იდეალურ ტემპერატურას ინარჩუნებდა და სადაც საკუთარ ნაგავს ხელს არავინ აკარებდა. უკვე ვამთავრებ, უპასუხა ნინომ დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით. ეს შიშის გამო არ იყო, არამედ ენერგიის დაზოგვის გამო. იცოდა, რომ ყოველი ზედმეტი სიტყვა შეიძლებოდა კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო, კონფლიქტი კი სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა. სამსახურის დაკარგვა ნიშნავდა ბინის ქირის გადაუხდელობას. ქირის გადაუხდელობა კი ნიშნავდა იქ დაბრუნებას, საიდანაც წამოვიდა, რასაც ის საკუთარ თავს აღარასოდეს აპატიებდა. გააგრძელა ურიკის გორება, ბორბლების მეტალის ხმა ცარიელ ქუჩაზე ეკოსავით გაისმოდა. ჩაუარა თონის პური და ყავას, საიდანაც ახლა დაფქული ყავისა და ცხელი პურის სურნელი გამოდიოდა. გარეთ ორი ელეგანტური ქალი საუბრობდა, ხელში ფაიფურის ფინჯნები ეჭირათ და რაღაცაზე იცინოდნენ, რასაც ნინო ვერ ისმენდა. როდესაც მიუახლოვდა, ერთ-ერთი მათგანი დისკრეტულად გაიწია გვერდზე, თითქოს გაჩუჭყიანებულ კედელთან შეხებას გაურბოდაო. მეორემ საერთოდ ვერ შეამჩნია, ან თავი მოაჩვენა, თითქოს ვერ ხედავდა. ნინომ გზა განაგრძო როგორც ყოველთვის. მწვანე ურნასთან დატოვებული ნაგვის პარკი აიღო და წინ წავიდა. ცოტა მოშორებით, ესთეტიკის სალონ ესთეტიკას, წინ პლატინისფერ თმიანმა ახალგაზრდა ქალმა ლაქის ცარიელი ფლაკონი პირდაპირ მიწაზე დააგდო სუსტად იქ, სადაც ნინოს ახალი დასუფთავებული ჰქონდა. ეს ისე გააკეთა, რომ უკანაც არ მოუხედავს, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხმამაღლა იცინოდა. ნინო გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიხარა ფლაკონის ასაღებად. არაფერი უთქვამს. არასდროს არაფერს ამბობდა. უბრალოდ პატარა პლასტმასის ქილა დიდ პარკში ჩააგდო და გზა განაგრძო. ეს რუტინა ქირურგიული სიზუსტით მეორდებოდა, თითქოს ყველაფერი იქ თეატრის ნაწილი იყო, სადაც მას უჩინარი სტატისტის როლი ჰქონდა. მაგრამ ნინო ყველაფერს იმახსოვრებდა. იმახსოვრებდა ჟესტებს, სიტყვებს, დუმილს. იმახსოვრებდა, რადგან იცოდა, რომ ერთ დღეს ამ ყველაფერს აზრი მიეცემოდა, თუნდაც ჯერ არ სცოდნოდა როგორ.
შუა დღისას როცა მზე ზენიტში იყო და ქუჩა სიცხის გამო დაცარიელდა, ნინო ძველი ნუშის ხის ქვეშ წყლის დასალევად გაჩერდა. ბორდიურის კიდეზე ჩამოჯდა, გაცვეთილი ზურგჩანთიდან ძველი თერმოსი ამოიღო და ნელა მოსვა წყალი. სწორედ მაშინ დაინახა ეს სცენა. პატარა ბიჭი დაახლოებით 5-6 წლის ტროტუარზე მარტო მიდიოდა და ჩუმად ტიროდა, ხელში კი გახუნებული სათამაშო დათუნია ეჭირა. ის დაკარგული ჩანდა, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, თითქოს ვინმეს ეძებდა. ნინო წამოდგა, ხელები უნიფორმის შარვალზე გაიწმინდა, ნელა მიუახლოვდა და ბავშვის სიმაღლეზე ჩაიმუხლა. გამარჯობა, საყვარელო. დაიკარგე. ბიჭმა ხელის ზურგით სახე მოიწმინდა და თავი დაუქნია, თვალები დაწითლებული და შეშინებული ჰქონდა. ნინომ ხელი გაუწოდა, მაგრამ არ შეხებია, მხოლოდ აგრძნობინა, რომ დასახმარებლად აქ იყო. დედა შენს რა ჰქვია? თამარი, სად იყო, როცა დაიკარგე? ბიჭმა საპირისპირო მიმართულებით გაიშვირა ხელი, იქით, სადაც ქუჩის ბოლოს გამწვანებული სკვერი იყო. ნინო წამოდგა, ბიჭის პატარა და თბილ ხელს თავისი ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად წავიდა. დიდხანს არ დასჭიროებიათ სიარული, სანამ სასოწარკვეთილი ხმა არ გაიგონეს. ნიკოლოს, შვილო. ღია ფერის კაბასა და მაღალქუსლიან სანდლებში გამოწყობილი ქალი ტროტუარზე მორბოდა, თვალებით გამალებით ეძებდა შვილს. როდესაც დაინახა, რომ ბიჭს ნინოს ხელი ეჭირა, წამით გაჩერდა, მისი მზერანაგვის შემგროვებლის ნარინჯისფერი ფორმიდან შვილზე გადავიდა, თითქოს ფიქრობდა, შიში უნდა ეგრძნო თუ შვება. შვებამ გაიმარჯვა. ნიკოლოს, ღმერთო ჩემო. მადლობა, დიდი მადლობა. მან შვილი ხელში აიყვანა და ნინოს გულწრფელად შეხედა. ეს იყო სწრაფი, მაგრამ ნამდვილი მზერა. მასში არ იყო არც სიზღი და არც უნდობლობა. მხოლოდ ადამიანური მადლიერება, არაფრის ქალბატონო. სკვერთან მარტო იყო და შემეშინდა. ქალმა თავი დაუკრა, შვილს ისევ გულში იკრავდა. თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დაეჩვდა. ნინომ გაუგო ამ დუმილს. იცოდა, რომ იქ სხვების წინაშე ნებისმიერი ხანგრძლივი საუბარი ქალს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამიტომ მხოლოდ მსუბუქად გაიღიმა და თავის ურიკას დაუბრუნდა. აღიარებას არ ელოდა. არაფერს ელოდა. უბრალოდ ის გააკეთა, რაც სწორად მიაჩნდა. დღის დარჩენილმა ნაწილმა ჩვეულებრივად ჩაიარა. მეტი ნაგავი, მეტი ქუჩა, მეტი მზერა, რომელიც მასში ისე გადიოდა, თითქოს გამჭვირვალე ყოფილიყო. საღამოს, როცა მზე ჩასვლას იწყებდა და სინათლე ოქროსფერი ხდებოდა, ნინო რესტორან ძველი თბილისის ბისტროს ახლოს გადავსებულ ურნასთან გაჩერდა. ცარიელ ბოთლებსა და დაჭმუჭნულ ხელსახოცებს შორის რაღაცა მისი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო რვეული. ძალიან დასვლილი არ იყო, მხოლოდ კიდეები ჰქონდა დასველებული. ყდა ღია ცისფერი იყო, ღრუბლების ნახატებით. ნინომ ფრთხილად აიღო, ოდნავ შეანჯღრია და გადაშალა. პირველ გვერდებზე ბავშვური ნახატები იყო, მაგრამ შემდეგ შუა ნაწილიდან ცარიელი გვერდები იწყებოდა. ბევრი. ცარიელი გვერდი. ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ვინმე უთვალთვალებდა და რვეული ზურგჩანთაში ჩადო. ჯერ არ იცოდა, რაში გამოიყენებდა, მაგრამ იცოდა, რომ გადაგდება და გაფლანგვა მისი ბუნება არ იყო. თუ რამეს გამოყენება შეიძლებოდა, ის გადარჩენას იმსახურებდა. როცა სახლში დაბრუნდა, უკვე თითქმის ღამე იყო. ის კლდანში ერთი ძველი სახლის უკანა პატარა ოთახში ცხოვრობდა. სააბაზანოს კიდევ 3 ადამიანთან იყოფდა და საჭმელს ერთკომფორიან ელექტროქურაზე ამზადებდა. მაგრამ ეს მისი იყო. არავის ვალი არ ჰქონდა, არც ერთ მამაკაცზე არ იყო დამოკიდებული და არ უწევდა შეურაცხყოფის ჩუმად ატანა. იქ, იმ ვიწრო და უბრალო სივრცეში, ის თავისუფალი იყო. ნინომ დიდხანს იბანა, თბილ წყალს დღის დაღლილობა და სუნი ჩაარეცხინა. შემდეგ ძველი მაისური და სპორტული შარვალი ჩაიცვა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ნაპოვნი რვეული აიღო. ცარიელ გვერდზე გადაშალა, უჯრიდან ლურჯი კალამი ამოიღო და წერა დაიწყო. ეს არ იყო რთული ტექსტები. უბრალოდ ფრაგმენტული წინადადებები, ფიქრები, რომლებიც ქუჩაში სიარულისას მოსდიოდა, რაღაცები, რასაც ვერავინ გაიგებდა, ფურცელზე რომ არ დაეტანა. დღეს ერთმა ქალმა ისე შემომხედა, როგორც ადამიანს. ეს მხოლოდ ერთი წამი იყო, მაგრამ ბევრი რამ ნიშნავდა. ზოგიერთი ნაგავს მიწაზე მაშინაც ყრის, როცა ხედავს, რომ ახლახან დავასუფთავე. მგონი, ამას იმისთვის აკეთებენ, რომ შემახსენონ, მათ ეს შეუძლიათ. პატარა ბიჭს ჩემი არ შეშინებია. ბავშვებს ჯერ არ უსწავლიათ, რომ ღარიბი ისეთია, ვისიც უნდა გეშინოდეს. წერდა მანამ, სანამ ხელი არ დაეღალა.
შემდეგ რვეული დახურა, ბალიშის ქვეშ შეინახა და შუქი ჩააქრო. გვერდზე გადაბრუნდა და აშრევებულ კედელს შეხედა, სადაც ჟურნალიდან ამოჭრილი ფოტო ჰქონდა გაკრული. ეს იყო პლაჟი, ლურჯი წყლითა და თეთრი ქვიშით. ზღვაზე არასდროს ყოფილიყო, მაგრამ უყვარდა წარმოდგენა, რომ ერთ დღეს წავიდოდა. უყვარდა წარმოდგენა, რომ ერთ დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ხვალინდელი დღე დღევანდელის მსგავსი იქნებოდა. გაღვიძება მზის ამოსვლამდე, ნარინჯისფერი ფორმის ჩაცმა, ურიკის გორება იმავე ქუჩებში, სხვების მიერ დაუფიქრებლად დატოვებული ნაგვის შეგროვება და უჩინარობის გაგრძელება. ნინომ თვალები დახუჭა, მაგრამ დაძინებამდე ჩუმად წარმოთქვა ერთი ფრაზა, თითქოს საკუთარ თავს რაღაცას ჰპირდებოდა. მე არ ვარ ის, რასაც ისინი ხედავენ. მე ვარ ის, ვინც ვიცი რომ ვარ. და იმ ღამეს ეს საკმარისი იყო მშვიდად დასაძინებლად. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან დაიწყო. მზემ ისევ დაიწყო მცხუნვარება, ქუჩები ისევ გაივსო, მზერამ ისევ დაიწყო არიდება. ნინომ ურიკა იმავე ფალიაშვილის ქუჩაზე გააგორა, იმავე პარკებს აგროვებდა, იმავე ფარულ რეპლიკებს ისმენდა. მაგრამ რაღაც შეიცვალა. მან ჯერ არ იცოდა, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში ვიღაც უყურებდა. ვიღაც, ვინც თვალს არ არიდებდა. ვიღაც, ვინც პირველად გადაწყვიტა, მართლა დაენახა. და როდესაც ირაკლი ბერიძის მზერა იმ ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილ ქალზე შეჩერდა, რომელიც მძიმე ურიკით ქუჩას კვეთდა, მას სიზღი არ უგრძნია. მან ცნობის მოყვარეობა იგრძნო. უხერხულობა იგრძნო. იგრძნო, რომ იქ რაღაც ისე არ იყო. და ეს ისე, რომ ჯერ არც ერთმა არ იცოდა, ყველაფერს შეცვლიდა. ირაკლი ბერიძე წვრილმან დეტალებზე ყურადღების მიქცევას არ იყო ჩვეული. მისი ცხოვრება სტრატეგიული შეხვედრებისგან, მილიონიანი მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებებისგან შედგებოდა, რომლებიც მთელ ბაზრებს აამოძრავებდა. 47 წლის ასაკში ის საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა, ჰქონდა ოფისები სამ ქალაქში და სახელი, რომელიც ნებისმიერ კარებს უღებდა. დადიოდა იმავე რესტორნებში, იცნობდა იმავე ხალხს, ტრიალებდა იმავე წრეებში, სადაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და უნაკლო იყო. იმ ხუთშაბათ დილამდე, როდესაც რაღაც უჩვეულო მისი ყურადღება მიიპყრო. ის ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე შუქნიშანთან იდგა და მწვანეს ელოდა, როდესაც მანქანის ფანჯრიდან ეს სცენა დაინახა. ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი ქალი ნაგვის ურიკას მიაგორებდა ბორდიურის გასწვრივ. ამაში არაჩვეულებრივი არაფერი იყო. მაგრამ ირაკლის ყურადღება მისმა იქ ყოფნამ კი არ მიიპყრო, არამედ იმ ფაქტმა, რომ მას არავინ უყურებდა. იქვე ტროტუარზე ორი ელეგანტური ქალი საუბრობდა და როდესაც ნაგვის შემგროვებელმა ჩაუარა, ერთ-ერთმა უკან დაიხია, თითქოს ჩუჭყიან გუბეში ფეხის ჩადგმას გაურბოდა. მეორემ კი უბრალოდ განაგრძო ლაპარაკი, წინადადებაც არ შეუწყვეტია, თითქოს ის მუშა ქალი პეიზაჟის ნაწილი ყოფილიყო, რაღაც უსულო საგანი, ხმისა და სახის გარეშე. ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა. ეს არ იყო სიბრალული, რასაც გრძნობდა ყოველ შემთხვევაში, პირველ მომენტში. ეს იყო გაკვირვება. თითქოს რაღაც შეცდომა იყო ამ უხილავ განტოლებაში, ამ ჩუმ შეთანხმებაში, სადაც ყველა თანხმდებოდა, რომ არ დაენახათ. შუქნიშანი აინთო და ის წავიდა, მაგრამ ეს სცენა მეხსიერებაში ჩაებეჭდა, როგორც წვრილი ხიჭვი კანქვეშ. მომდევნო დღეებში დაუგეგმავად ირაკლიმ უფრო მეტი დაკვირვება დაიწყო. ოფისიდან ყოველთვის იმავე გზით ბრუნდებოდა და ყოველთვის ხედავდა იმავე ნარინჯისფერ ფორმიან ქალს, რომელიც ვაკის ქუჩებში ურიკას მიაგორებდა. მან შეამჩნია კანონზომიერება. მას არ ეპყრობოდნენ ჩვეულებრივი გულგრილობით. მას ეპყრობოდნენ რაღაც უარესით, აქტიური ზიზღით, ზრდილობიანად შენიღბული ზიზღით. ერთ დილას, როდესაც ძველი თბილისის ბისტროში ყავას სვამდა, ირაკლიმ დაინახა, როგორ მიუახლოვდა ნაგვის შემგროვებელი რესტორნის წინ ტროტუარს. ის გარე მაგიდებიდან ნაგავს აგროვებდა, როდესაც ძვირადღირებულ ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილმა კაცმა ოფიციანტს მოუთმენლად დაუძახა. ირაკლიმ ვერ გაიგო, რა უთხრეს ერთმანეთს, მაგრამ დაინახა, როგორ მიირბინა ოფიციანტმა ქალთან და აჩქარებული ჟესტებით სთხოვა გასულიყო. მიზეზი ნათელი იყო, კლიენტის აზრით, მისი იქ ყოფნა საუზმეს აფუჭებდა. ნინოს არ უდავია. ხოლოდ თავი დაუკრა, პარკი შეკრა და ურიკით წავიდა, საქმე დაუმთავრებელი დატოვა. ირაკლიმ იგრძნო, როგორ ამოუჯდა რაღაც ყელში. ეს ჯერ კიდევ არ იყო ბრაზი. ეს იყო შეკავებული აღშფოთება. სასტრაფოდ გადაიხადა ანგარიში და გარეთ გავიდა, მაგრამ ქალი უკვე კუთხეში მიიმალა. იმავე კვირის ბოლოს ის ყველაზე სასტიკი სცენის მოწმე გახდა. შაბათი დილა იყო, ოფისიდან რაღაც საბუთების გამოსატანად იყო მისული.
აბაშიძის ქუჩაზე მანქანით მიდიოდა, როდესაც ტროტუარზე ხალხის გროვა დაინახა. სიჩქარეს უკლო. ჯგუფის ცენტრში ნაგვის შემგროვებელი იდგა, ურიკის გვერდით, ხოლო ერთ-ერთი მდიდრული კორპუსის ორმა კერძო დაცვის თანამშრომელმა მისი ზურგჩანთა გაჩხრიკა. ის არ რეაგირებდა. უბრალოდ იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, სახე კი უემოციო. ირაკლი მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, ნელა მიუახლოვდა. საუბარი გაიგონა. ერთმა მობინადრე მიჩივლა, რომ სამუშაო საათების შემდეგ შენობის ირგვლივ ტრიალებდი, ეუბნებოდა ერთ-ერთი დაცვა, მაღალი, ტატუირებული კაცი, უნდა შევამოწმოთ. მე აქ მუშაობ, უპასუხა ნინომ დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით, ნაგავს ვაგროვებ. ცუდს არაფერს ვაკეთებ. ჩვენ მხოლოდ ბრძანებას ვასრულებთ, გოგონა. პირადად ნუ მიიღებ. ჩხრეკა გაგრძელდა. ზურგჩანთა გახსნეს, ამოატრიალეს, ყველაფერი მიწაზე დაყარეს. წყლის ბოთლი, კონტეინერი საჭმლით, ერთი გაცვეთილი მოსაცმელი და ის ცისფერი რვეული, რომელსაც ნინო ასე უფრთხილდებოდა. ერთ-ერთმა დაცვამ რვეული აიღო, სწრაფად გადაფურცლა და ზიზღით დააგდო მიწაზე. ვერაფერი იპოვეს, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ საპოვნელი არაფერი იყო. მაგრამ დამცირება უკვე შემდგარი ფაქტი იყო. ირაკლი მიგრძნო, როგორ აეცვა ბრაზი. არა ჩხრეკის გამო, არამედ იმის გამო, თუ როგორ გააკეთეს ეს. იმ მაყურებლების გამო, რომლებიც ისე უყურებდნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა. იმ ხალხის გამო, რომლებიც გვერდზე იყურებოდნენ და თავის ქნევით თითქოს ადასტურებდნენ, რომ ეს ბუნებრივი და დამსახურებული იყო. და ყველაზე მეტად, თვითონ ნინოს მზერის გამო. ეს არ იყო ბრაზი. არც სირცხვილი. ეს იყო ღრმა დაღლილობა ადამიანისა, რომელიც ამას უკვე ელოდა და იცოდა, რომ ყვირილი არაფერს შეცვლიდა. როდესაც დაცვამ ნინო გაუშვა და ის ნივთების ასაკრეფად დაიხარა, ირაკლიმ ნაბიჯი გადადგა. არ იცოდა, რას იტყოდა, მაგრამ იცოდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა. მაგრამ სანამ პირს გააღებდა, ნინომ თვალი გაუსწორა. ეს იყო ერთწამიანი მზერა, მაგრამ მნიშვნელობით სავსე. ეს არ იყო დახმარების თხოვნა. ეს იყო თითქმის გაფრთხილება, არ ჩაერიო. შენ ამ სამყაროს არ ეკუთვნი. ირაკლი გაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა. და იქვე დარჩა, უყურებდა, როგორ ჩაალაგა ნინომ ყველაფერი, აიღო ურიკა და გზა განაგრძო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ირგვლივ მყოფი ხალხი სწრაფად დაიშალა, თავის უნაკლო ცხოვრებას დაუბრუნდა. ირაკლი კი ტროტუარზე იდგა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ არსებობს რაღაცები, რასაც მისი ფული და მდგომარეობა ვერ იყიდდა. მაგალითად, იმ ქალის ღირსება. იმ ღამეს ირაკლის არ დაეძინა. სულ მის მზერაზე ფიქრობდა, იმ წარმოუდგენელ სიმშვიდეზე დამცირების წინაშე, იმაზე, რომ არავინ ჩაერია. საკუთარ თავზეც ფიქრობდა. რამდენჯერ ჩაულია მსგავსი სცენებისთვის და უბრალოდ დაუიგნორირებია. რამდენჯერ ყოფილა ამ გულგრილობის თეატრის ნაწილი. გადაწყვიტა, რომ უკეთ უნდა გაეგო ყველაფერი. არა ქველმოქმედების გამო. არა დანაშაულის გრძნობის გამო. არამედ იმიტომ, რომ ამ ისტორიაში რაღაც ძალიან არასწორი იყო და მას აღარ შეეძლო თავის მოკატუნება, თითქოს ვერ ხედავდა. დაკვირვება დაიწყო. დისკრეტულად. მიახლოების გარეშე. ჩარევის გარეშე. უბრალოდ უყურებდა. მანქანა სტრატეგიულ ადგილებში აჩერებდა, ხავას კონკრეტულ დროს სვამდა, ვაკის ქუჩებში ისე სეირნობდა, თითქოს უბრალოდ დღით ტკბებოდა. და რაც უფრო მეტს უყურებდა, მით მეტს ხედავდა. დაინახა, როგორ ჰკრა მხარი ნინოს ერთმა ქალმა, რომელიც ბრენდული მაღაზიიდან უზარმაზარი პარკებით გამოდიოდა. ქალს ბოდიშიც არ მოუხდია. უბრალოდ განაგრძო სიარული, ტელეფონზე ლაპარაკობდა, თითქოს ხეს შეჯახებოდა. დაინახა მდიდარი მოზარდების ჯგუფი, რომლებიც მას ჩუმად უღებდნენ ფოტოებს და იცინოდნენ, როცა სურათს პირად ჩატში აზიარებდნენ. ნინომ ეს შეამჩნია, ირაკლი ამაში დარწმუნებული იყო. მაგრამ არაფერი უთქვამს. უბრალოდ მუშაობა განაგრძო. დაინახა ტაქსის მძღოლი, რომელიც მას აგინებდა იმის გამო, რომ ურიკა მანქანასთან ახლოს მიაგორა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი საკმარისი იყო და ნინოს იქ ყოფნის სრული უფლება ჰქონდა. დაინახა მობინადრე, რომელმაც ნაგავი პირდაპირ მიწაზე დაყარა, რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც ნინომ ტროტუარი დაასუფთავა, მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი უხილავი ძალაუფლება დაემტკიცებინა. მაგრამ სხვა რაღაცებიც დაინახა. რაღაცები, რასაც სხვა არავინ აქცევდა ყურადღებას. დაინახა, როგორ დაუბრუნა ნინომ საფულე ერთ დაბნეულ ქალბატონს, რომელსაც ის ჩანთიდან ამოუვარდა.
ქალბატონმა საფულე მადლობის გარეშე გამოართვა და სასტრაფოდ შეამოწმა, ფული ადგილზე იყო თუ არა, თითქოს ეჭვი ეპარებოდა. დაინახა, როგორ დაეხმარა ნინო მოხუც კაცს ქუჩაზე გადასვლაში, ფრთხილად ეჭირა ხელი, სანამ შუქნიშანი წითლად ციმციმებდა. დაინახა, როგორ ახარისხებდა ნინო ნაგავს გადასამუშავებლად, მაშინაც კი, როცა ამას არავინ სთხოვდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სწორად მიაჩნდა. და დაინახა, როგორ წერდა ნინო. დიახ, წერდა. ერთ საღამოს, როცა ცვლის დასრულებას ელოდებოდა, ის ხის ქვეშ ჩამოჯდა, ის გაცვეთილი ცისფერი რვეული ამოიღო და რაღაცის ჩაწერა დაიწყო. ირაკლი შორს იყო იმისთვის, რომ წაეკითხა, მაგრამ ხედავდა მის კონცენტრაციას, იმას, თუ როგორ ეჭირა კალამი, ეს იყო ადამიანის პოზა, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს ქმნიდა. სწორედ იმ მომენტში მიხვდა ირაკლი. ეს ქალი არ იყო მხოლოდ დაჩაგრული მუშა. ის იყო სრულფასოვანი პიროვნება, თავისი ფიქრებით, ოცნებებით, საკუთარი ღირსებითა და ჩუმი ძალით, რომლის დანახვაც ირგვლივ მყოფებს არ შეეძლოთ. და რაც უფრო მეც ხედავდა ამას, მით მეტ სირცხვილს გრძნობდა. სირცხვილს იმის გამო, რომ ისიც ამ დამპალი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ადამიანებს ერთჯერად ნივთებად აქცევდა. სამშაბათს ნაშუადღევს ირაკლიმ გამბედაობა მოიკრიფა და მიუახლოვდა. ნინო გაზეთების ჩიხურის წინ ნაგავს აგროვებდა, როცა ის გვერდით გაუჩერდა. უკაცრავად თქვა მან ზრდილობიანი, მაგრამ მერყევი ხმით. ნინო მეჩვით შეხედა. იცნო ეს კაცი. რამდენჯერმე დაინახა აქეთ, ყოველთვის კარგად ჩაცმული, ყოველთვის აკვირდებოდა. არ იცოდა მორიგი ცნობის მოყვარე იყო თუ? პრობლემა. გადაწყვიტა სიფრთხილით ეპასუხა. გისმენთ? მე დავინახე, რაც მეორე დღეს მოხდა. დაცვასთან დაკავშირებით. მინდოდა მეთქვა, რომ ეს არასწორი იყო. ნინო რამდენიმე წამით გაჩუმდა, აანალიზებდა. ასეთი წრიდან ადამიანისთვის უჩვეულო იყო მსგავსი რამის თქმა. ეჭვი შეიტანა, ხომ არ დასცინოდა, ან იქნებ უბრალოდ სინდისის დაწყნარება უნდოდა მისი ხარჯით, ამაზე ნუ ინერვიულებთ, უპასუხა ნეიტრალური ხმით, უკვე ჩაიარა. მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო, ბევრი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება. ირაკლი მიგრძნო ამ პასუხის სიმძიმე. ეს არ იყო უხეშობა. ეს იყო უბრალო, შიშველი რეალიზმი ადამიანისა, რომელმაც ისწავლა, რომ არავისგან არაფერი უნდა ელოდოს. შეიძლება თქვენი სახელი გკითხოთ? ნინო დაეჩუდა. ირგვლივ მიმოიხედა, ხედავდა თუ არა ვინმე ამ უცნაურ საუბარს. შემდეგ თითქმის ჩურჩულით უპასუხა. ნინო, მე ირაკლი ვარ, უთხრა მან და ხელი გაუწოდა. ნინომ ჯერ გაწვდილ ხელს შეხედა, მერე თავის ნაგვით დასვრილ ხელებს. ირაკლი მიხვდა და თავი გააკნია. პრობლემა არ არის. მას ხელი არ ჩამოურთმევია. მხოლოდ თავი დაუკრა მსუბუქად და მუშაობას დაუბრუნდა. ირაკლიმ გაუგო. არ დაუძალებია. მხოლოდ თავი დაუკრა და წავიდა. მაგრამ ამ მოკლე შეხვედრამ რაღაც შეცვალა. ნინომ ახლა იცოდა, რომ ვიღაც ხედავდა. ირაკლიმ კი იცოდა, რომ ვეღარ მოიტყუებოდა, თითქოს ვერ ხედავდა. სინამდვილე კი იმაზე ბევრად დიდი იყო, ვიდრე ორივეს წარმოედგინა. და ის ისე უნდა აფეთქებულიყო, როგორც არავინ ელოდა. ორშაბათი მოღრუბლული გათენდა. ნინომ ცვლა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო, უნდოდა საქმე მოემთავრებინა, სანამ სიცხე აუტანელი გახდებოდა. ის ვერის პანორამას წინ ნაგავს აგროვებდა, რომელიც ვაკეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული შენობა, როდესაც რაღაცამ მისი ყურადღება მიიპყრო. ძვირადღირებული ღვინის ცარიელ ბოთლებსა და ბრენდული მაღაზიების მუყავს ხუთებს შორის ერთი ყავისფერი კონვერტი იდო, ოდნავ დაჭმოჭნული, მაგრამ დალუქული. ნინომ მიმოიხედა, ხედავდა თუ არა ვინმე, და კონვერტი ფრთხილად აიღო. გარედან არაფერი ეწერა, მხოლოდ წითელი ბეჭედი ჰქონდა ოქროსფერი ინიციალებით, რომლებიც მან ვერ იცნო. ნელა გახსნა, მხოლოდ იმის შესამოწმებლად, რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გადააგდეს შეცდომით. შიგნით საბუთები იყო. ბევრი საბუთი. კონტრაქტები, ამობეჭდილი ელექტრონული წერილები, ცხრილები დიდი თანხებითა და ხელმოწერებით, რომლებსაც ბოლომდე ვერ არჩევდა. მაგრამ დეტალების გაუგებრადაც ნინო მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი ნაგავი არ იყო. ეს სერიოზული რამ იყო. რაღაც, რასაც ვინმე აუცილებლად მოძებნიდა. კონვერტი სასტრაფოდ დახურა და ზურგ ჩანთაში ჩადო. გადაწყვიტა, რომ როგორც კი ამ ქუჩას მორჩებოდა, შენობის დაცვას ჩააბარებდა. პრობლემები არ უნდოდა. არ უნდოდა რამეში დაედანაშაულებინათ. უბრალოდ სწორად მოქცევა სურდა. მაგრამ სწორად მოქცევას იმ ადგილას ძალიან მაღალი ფასი ჰქონდა.
ნინომ არ იცოდა, რომ ის კონვერტი განგებ იყო გადაგდებული. არ იცოდა, რომ იმ საბუთების პატრონი, გიორგი წერეთელი, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, კორუფციული სქემის კვალის წაშლას ცდილობდა, რომელიც მერიასთან დადებულ მილიონიან კონტრაქტებს ეხებოდა. არ იცოდა, რომ მან ვიღაცას ფული გადაუხადა, რათა ამ საბუთებისგან ჩუმად კამერებისა და მოწმეების გარეშე გათავისუფლებულიყო. და არ იცოდა, რომ ამ კონვერტის აღებით სასიკვდილო ხაფანგში გაება. ნინომ იმ ქუჩაზე მუშაობა დაამთავრა და ვერის პანორამას სადარბაზოსთან მივიდა. დაცვის თანამშრომელმა, შუახნის კაცმა მკაცრი გამომეტყველებით, ძლივს აწია თავი, როცა ის მიუახლოვდა. გამარჯობა. ეს აი იქ, ნაგავში ვიპოვე. მგონი შეცდომით გადააგდეს. შეგიძლიათ პატრონს დაუბრუნოთ? დაცვამ კონვერტი გამოართვა, სწრაფად დახედა და შუბლი შეიჭმუხნა. თითქოს იცნო რაღაც, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დაუკრა და ხელით ანიშნა, რომ წასულიყო. კარგი, მე მივხედავ. ნინო დამშვიდებული წავიდა, ეგონა, რომ თავისი ვალი მოიხადა. ურიკას დაუბრუნდა და მომდევნო ქუჩისკენ გაემართა, ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ჯოჯოხეთი ელოდა. ნახევარი საათის შემდეგ, როცა ჭავჭავაძის გამზირზე მუშაობდა, ნინომ სირენების ხმა გაიგონა. შემოbrunდა და დაინახა მუნიციპალური პოლიციის ორი მანქანა, რომლებიც პირდაპირ მის ურიკასთან გაჩერდნენ. 4 პოლიციელი გადმოვიდა, ყველას სერიოზული სახე ჰქონდა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პირდაპირ მისკენ წამოვიდა, თქვენ ნინო მახარაძე ხართ? ნინო მიგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. თავი დაუკრა, ვერაფერს ხვდებოდა. თქვენი ზურგჩანთა უნდა გავჩხრიკოთ. ქურდობის შესახებ შემოვიდა შეტყობინება, ქურდობა? მე არაფერი მომიპარავს. ამას ახლავე შევამოწმებთ. პოლიციელებმა მისი ზურგჩანთა უცერემონიოდ აიღეს და ჩხრეკა დაიწყეს. ნინომ მიმოიხედა. ხალხი უკვე ჩერდებოდა საყურებლად. მობინადრეები, გამლელები, მაღაზიის გამყიდველები. ყველა უყურებდა, ყველა სჯიდა. სირცხვილისგან სახე აეცვა, მაგრამ გაუნձრევლად იდგა, სუნთქვის გაკონტროლებას ცდილობდა. სად არის კონვერტი? კითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა, როცა ზურგჩანთა ამოატრიალა და ყველაფერი მიწაზე დაყარა. რა კონვერტი? კონვერტი საბუთებით, რომელიც ვერის პანორამას, ნაგვიდან აიღე, მე ის დავაბრუნე. დაცვას ჩავაბარე. დაცვა სულ სხვას ამბობს. ის აცხადებს, რომ შენ არაფერი დაგიბრუნებია. ნინო მიგრძნო, როგორ გამოეცალა მიწა ფეხქვეშ. ეს შეუძლებელი იყო. მან ხომ ჩააბარა. დაინახა, როგორ გამოართვა იმ კაცმა ხელიდან. როგორ შეეძლო უარეყო, გეფიცებით დავაბრუნე. კიდევ ჰკითხეთ. მან გამომართვა. განყოფილებაში უნდა წამოვყვეთ ჩვენების მისაცემად. სწორედ მაშინ მიხვდა ნინო. ეს შეცდომა არ იყო. ეს დაგეგმილი იყო. ვიღაცამ ეს ყველაფერი მოაწყო, რომ მისთვის დაებრალებინათ. და რაც ყველაზე ცუდია, იქ არავინ დაიჯერებდა მის სიტყვას მდიდრული კორპუსის დაცვის სიტყვის წინააღმდეგ. მე ცუდი არაფერი გამიკეთებია, გაიმეორა მან, ხმა უკვე უთრთოდა, არა შიშისგან, არამედ შეკავებული ბრაზისგან. მაშინ არანაირი პრობლემა არ გექნებათ, რომ წამოგყვეთ. ნინო პასუხს აპირებდა, როცა ნაცნობი ხმა გაიგონა. მოიცადეთ. ყველა შემოbrunდა. ირაკლი ბერიძე მტკიცე ნაბიჯით მოდიოდა მათკენ, სახეზე სერიოზულობა ეწერა. მან ყველაფერი შორიდან დაინახა, მანქანით გადიოდა, როცა ეს აურზაური შენიშნა. მაშინვე გააჩერა და გადმოვიდა. თქვენ ვინ ბრძანდებით? კითხა მაღალმა პოლიციელმა, ირაკლი ბერიძე. ამ ქალს ვიცნობ. ის ქურდი არ არის. პატივისცემით, ბატონო, თქვენ არ ყოფილხართ შემთხვევის ადგილზე სავარაუდო ქურდობისას. ჩვენ ოფიციალური საჩივარი გვაქვს, ვისი საჩივარი? პოლიციელი დაეჩუდა. ფურცელს დახედა და უპასუხა. ვერის პანორამას მმართველის, გიორგი წერეთლის. ირაკლისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. გიორგი წერეთელი. უბნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ბინძური კაცი. ირაკლის სმენოდა მასზე ხმები. გაბერილი კონტრაქტები, ხრთამები, პოლიტიკური გარიგებები. თუ ნინომ მის ნაგავში რამე კომპრომატები იპოვა, ეს ყველაფერი ლოგიკური იყო. მე მინდა ამ საქმეს ბოლომდე მივხვე, თქვა ირაკლი მტკიცე ხმით, როგორც მოწმემ. ვის მოწმემ? თქვენ არაფერი გინახავთ, ვხედავდი, როგორ მუშაობდა ის პატიოსნად ყოველდღე. და ვიცი, რომ ეს ბრალდება აბსურდია. პოლიციელმა კოლეგას გადახედა, მერე ნინოს, მერე ირაკლის.
აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს. ეს მათ გეგმაში არ შედიოდა. მისმინეთ, ბატონო, ჩვენ მხოლოდ ბრძანებას ვასრულებთ. თუ გნებავთ, განყოფილებაში მობრძანდით. მაგრამ ეს ქალი ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდეს. ირაკლი გაგრძელებას აპირებდა, როცა ნინომ გააწყვეტინა, არა უშავს. წამოვალ. დასამალი არაფერი მაქვს. მან ირაკლის ისეთი მზერით შეხედა, რომელშიც მადლიერება და სიმშვიდე ერთად იკითხებოდა. მადლობელი იყო დახმარების მცდელობისთვის, მაგრამ იცოდა, რომ ეს იმაზე დიდი რამ იყო, ვიდრე ნებისმიერ მათგანს წარმოედგინა. იცოდა, რომ მისგან ტევების ვაცა დაირჩიეს. და იცოდა, რომ სამყაროში, სადაც მისი სიტყვა არაფრად ფასობდა, ყვირილს აზრი არ ჰქონდა. ირაკლი უყურებდა, როგორ ჩასვეს ნინო მანქანაში. ეს სცენა საშინელი იყო. პატიოს ან მუშას დამნაშავესავით ეპყრობოდნენ, გარშემორტყმულს ხალხით, რომლებიც ამას დადასტურების ნიშნად უყურებდნენ, თითქოს ბოლოს და ბოლოს მიიღეს მტკიცებულება იმისა, რაშიც ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ. ვიცოდი, რომ პრობლემური იყო, ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა. ახლა ნახავს, რაც მოუვა. რეპლიკები ყველა მხრიდან ისმოდა, ჩუმად, მაგრამ გარკვევით. ირაკლი მიგრძნო, როგორ ამოუვიდა ბრაზი ხელში. ეს არ იყო სიტუაციის მიმართ ბრაზი. ეს იყო ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. იმის გამო, რომ ამდენი ხანი დააგვიანა. იმის გამო, რომ შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს. იმის გამო, რომ ეგონა, მხოლოდ სიტყვები და კეთილიზრახვები იქნებოდა საკმარისი. მაგრამ ახლა დაკვირვების დრო აღარ იყო. მოქმედების დრო დადგა. ირაკლიმ ტელეფონი ამოიღო და თავისი კომპანიის ადვოკატს დაურეკა. სიტუაცია სწრაფად აუხსნა და სთხოვა, სასწრაფოდ განყოფილებაში მისულიყო. შემდეგ სხვა ნაცნობს დაურეკა, ჟურნალისტ გამომძიებელს, რომელსაც მისგან ვალი ჰქონდა. სთხოვა, ყველაფერი გაეგო გიორგი წერეთლის შესახებ, განსაკუთრებით ბოლო დროს მერიასთან დადებულ კონტრაქტებზე. და მაშინ, როცა პოლიციის მანქანა ნინოსთან ერთად მიდიოდა, ირაკლიმ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ის არა მხოლოდ მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა, არამედ ყველაფერს გამოაშკარავებდა. მთელ სიბინძურეს. მთელ სისტემას. მთელ ფარსს. რადგან ახლა მიხვდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი დაჩაგრული ქალის ამბავი. ეს იყო მთელი სისტემის ამბავი, რომელიც შექმნილი იყო მათ გასასწრესად, ვისაც ხმა არ ჰქონდა. მას კი ჰქონდა ყველა რესურსი, ყველა კონტაქტი და მთელი გავლენა, რათა ეს სისტემა აგურ-აგურ დაეშალა. განყოფილებაში ნინო საათობით იკითხებოდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა, იპოვა კონვერტი, ეგონა მნიშვნელოვანი იყო, ჩააბარა დაცვას. მაგრამ არავინ უჯერებდა. დაცვამ ყველაფერი უარყო. მისი ვერსიის დამადასტურებელი კამერები არ არსებობდა. გიორგი წერეთელმა კი ოფიციალური საჩივარი დაწერა, ამტკიცებდა, რომ მნიშვნელოვანი საბუთები მოხპარეს. როდესაც ნინო ბოლოს და ბოლოს გამოუშვეს, უკვე ღამე იყო. განყოფილებიდან დაწითლებული თვალებით გამოვიდა, არა ტირილისგან, არამედ დაღლილობისგან. ირაკლის გამოგზავნილი ადვოკატი გარეთ ელოდა. არ დაგაპატიმრებენ, აუხსნა ადვოკატმა, ახალგაზრდა კაცმა სათვალეებით, მაგრამ სხვისი ნივთის მითვისების მუხლით მოგიწევთ პასუხისგება. ჩვენ ყველაფერს გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ პროცესი დროს წაიღებს. ნინო მხოლოდ თავი დაუკრა. რეაგირების ძალაც აღარ ჰქონდა. იცოდა, რას ნიშნავდა ეს. სამსახურს დაკარგავდა. სახელი გაუტყდებოდა. გახდებოდა იმის მაგალითი, რასაც მასზე ყოველთვის ამბობდნენ, ნაგვის შემგროვებელი, რომელიც ქურდობის ცდუნებას ვერ გაუძლო. ირაკლიც გარეთ ელოდა. როცა ნინო გამოვიდა, მიუახლოვდა. ძალიან მწუხვარ. ნინომ მას ისეთი მზერით შეხედა, რომელსაც ირაკლი ვერასოდეს დაივიწყებდა. ეს არ იყო ბრაზი. არც ბრალდება. ეს იყო მხოლოდ ღრმა სევდა, თქვენ სცადეთ, ბატონო. მაგრამ ამის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია. ისინი ყოველთვის იგებენ. ამჯერად არა, უპასუხა. ირაკლიმ დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით. გპირდებით, რომ ამჯერად არა. ნინომ სუსტად გაიღიმა და წავიდა. ირაკლი იდგა და უყურებდა, როგორ იკარგებოდა ის ღამის სიბნელეში. და იმ მომენტში საკუთარ თავს პირობა მისცა. ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებდა. ერთხელ და სამუდამოდ. და ამას ყველაზე მტკივნეულად გააკეთებდა მათთვის, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო. რადგან ახლა ეს აღარ იყო მხოლოდ სამართლიანობაზე. ეს იყო შურისძიებაზე.
შურისძიებაზე ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იმის დამტკიცებაზე, რომ ღირსება ფულზე მეტი ღირს. და რომ ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად დიდია საიმისოდ, რომ გასრისონ. მომდევნო 15 დღე ირაკლის ცხოვრებაში ყველაზე დაძაბული იყო. მან თავისი სახლის კაბინეტი საგამოძიებო ცენტრად აქცია. დაიქირავა კერძო დეტექტივი გიორგი წერეთლის ბოლო 6 თვის გადაადგილებების სათვალთვალოდ. სთხოვა ჟურნალისტ მეგობარს გადაეკექა ყველა კონტრაქტი, ყველა ტენდერი, ყველა საეჭვო საბანკო გადარიცხვა. თვითონ კი საათობით ათვალიერებდა თავის ჩანაწერებს, აგროვებდა სკრინშოტებს WhatsApp-ის ჯგუფებიდან, ადგენდა დოსიეს, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იქნებოდა. ნინო კი ამ დროს სამსახურიდან დაეთხოვათ. ბრალდების ამბავი უბანში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ის გახდა ჭორაობის მთავარი თემა სილამაზის სალონებში, სპორტ დარბაზებსა და რესტორნებში, ის ნაგვის შემგროვებელი, რომელმაც საბუთები მოიპარა. ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაცას ხლართავდა, ამიტომ არასდროს ვენდობი ასეთ ხალხს. ირაკლი რამდენჯერმე სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ ნინო არ პასუხობდა. რცხვენოდა. არა მისი, არამედ სიტუაციის. გრძნობდა, რომ ტვირთად იქცა პრობლემად, რომლის მოგვარებასაც მდიდარი კაცი სიბრალულის გამო ცდილობდა. და ეს ნებისმიერ ბრალდებაზე მეტად ტკიოდა. მაგრამ ირაკლი არ დანებებულა. ძიება განაგრძო. და რაც მეც ეძებდა, მით მეც პოულობდა. აღმოაჩინა, რომ გიორგი წერეთელს არაერთი შრომითი დავა ჰქონდა მოგებული იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებსაც ის ამცირებდა. აღმოაჩინა, რომ სამჯერ იყო მხილებული მორალურ ზეწოლაში, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა ყველაფრის მიჩუმათებას მილიონიანი გარიგებებით. აღმოაჩინა, რომ მისმა კომპანიამ ზედიზედ 5 ტენდერი მოიგო მერიისგან, ყველა გაბერილი ფასებით და საეჭვო დოკუმენტაციით. და ისიც აღმოაჩინა, რომ ის კონვერტი, რომელიც ნინომ იპოვა, ყოველივე ამის მტკიცებულებებს შეიცავდა. გაყალბებული კონტრაქტები, მიმოწერა პოლიტიკოსებთან, ცხრილები ქრთამების თანხებით, რომლებიც კონსულტაციად იყო შენიღბული. გიორგიმ ეს საბუთები იმიტომ გადაყარა, რომ ეგონა, ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად განადგურდებოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ პატიოსანი მუშა მას დააბრუნებდა. ირაკლი მიხვდა ამ ხაფანგის მასშტაბებს. გიორგიმ ნინოს შურისძიების გამო კი არ დააბრალა ქურდობა, არამედ აუცილებლობის გამო. თუ ის ამ საბუთებს შესაბამის ორგანოებს ჩააბარებდა, გიორგი დაიღუპებოდა. ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი მისი რეპუტაციის განადგურება იყო. მისი ქურდად გამოცხადება. ასე, მაშინაც კი, თუ ის რამეს იტყოდა, არავინ დაუჯერებდა. ეს იყო ბოროტული, გათვლილი და აბსოლუტურად ლაჩრული საქციელი. ირაკლის სცენა სჭირდებოდა. მხოლოდ ნინოს უდანაშაულობის დამტკიცება განყოფილებაში ან სასამართლოში საკმარისი არ იქნებოდა. ეს საქმე დაიკარგებოდა, მიიჩქმალებოდა. მას რაღაც უფრო დიდი სჭირდებოდა. რაღაც, რაც ყველაფერს ერთბაშად გამოაშკარავებდა იმ მოწმეების წინაშე, რომლებიც თავს ვერ მოიკატუნებდნენ, თითქოს ვერ დაინახეს. შესაძლებლობა მოვიდა მოწვევის სახით, რომელიც პოსტით მიიღო. ყოველ წელს ვაკის ბიზნეს ასოციაცია საქველმოქმედო ვახშამს მართავდა სასტუმრო ამბასადორის დიდ დარბაზში. ეს იყო უბნის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენა, სადაც ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და გავლენიანი პირები იკრიბებოდნენ სოციალური პროექტების აღსანიშნავად, შემოწირულობების გასაკეთებლად და ფოტოების გადასაღებად. ირაკლის არასდროს უყვარდა ეს ინსცენირებები, მაგრამ სოციალური ვალდებულების გამო ყოველთვის ესწრებოდა. თუმცა ამჯერად სხვა მიზეზი ჰქონდა. გიორგი წერეთელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო. იმ საღამოს მას წლის ბიზნესმენად აჯილდოებდნენ. უნდა მიეღო პრიზი, ეთქვა სიტყვა და ყველა დამსწრეს მისთვის ფეხზე ამდგარს უნდა დაეკრატაში. ირაკლიმ გაიღიმა, როცა მოწვევა წაიკითხა. ამაზე უკეთეს სცენას ვერც ინატრებდა. მაშინვე დაადასტურა დასწრება. შემდეგ ორგანიზატორებს დაუკავშირდა და წინადადება შესთავაზა. სურდა ღონისძიების დროს პრეზენტაცია გაეკეთებინა. პრეზენტაცია სოციალურ პასუხისმგებლობასა და ადამიანურ ღირსებაზე. თქვა, რომ ჰქონდა სპეციალური ვიდეო, რომელიც იდეალურად ასახავდა იმ ღირებულებებს, რასაც ეს ღონისძიება ემსახურებოდა. ორგანიზატორები აღფრთოვანდნენ. ირაკლი ბერიძე წონიანი სახელი იყო. მისი გამოსვლა პრესტიჟს მატებდა საღამოს. ყოველგვარი კითხვის გარეშე დათანხმდნენ. ღონისძიების საღამო მოვიდა, ცა მოწმენდილი იყო, ამბასადორის დარბაზი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბროლის ჭაღები, იმპორტული ყვავილებით მორთული მაგიდები, ოფიციანტები, რომლებიც შამპანურით სავსე ლანგრებით დადიოდნენ.
სტუმრები მდიდრული მანქანებით მოდიოდნენ, იტალიურ კოსტიუმებსა და ბრენდულ კაბებში გამოწყობილნი. იქაურობა ყარდა ფულით, ძალაუფლებითა და კარგად დადგმული ზედაპირულობით. ირაკლი მარტო მივიდა, მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა. რამდენიმე ადამიანს მიესალმა, ცარიელი ფრაზები გაცვალა, აიღო ღვინის ჩიქა, რომლის დალევასაც არ აპირებდა. დაძაბული იყო, მაგრამ თავს აკონტროლებდა. ყველაფერი 10 ჯერ ჰქონდა გადამოწმებული. იცოდა ყოველი წამი, რა უნდა მომხდარიყო. იცოდა, რომ შეცდომის უფლება არ ჰქონდა. გიორგი წერეთელი დარბაზის ცენტრში იყო, თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული. ხმამაღლა იცინოდა, ამბებს ყვებოდა, კომპლიმენტებს იღებდა. ეცვა ღია ნაცრისფერი კოსტიუმი და ეკეთა ოქროს საათი, რომელიც ალბათ იმაზე მეტი ღირდა, რასაც ნინო 5 წელიწადში გამოიმუშავებდა. როდესაც ირაკლი დაინახა, შორიდან პოლიტიკური ღიმილით დაუქნია თავი. ირაკლი მზრდილობიანად უპასუხა. არც ერთმა არ იცოდა, რას ფიქრობდა მეორე. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. ვახშამი დაიწყო. დახვეწილი კერძები, ძვირადღირებული ღვინოების საუბრები ბიზნესსა და მოგზაურობებზე. ირაკლი საჭმელს თითქმის არ მიჰკარებია. უბრალოდ ელოდა. როდესაც გამოსვლებისა და დაჯილდოების დრო მოვიდა, წამყვანი სცენაზე ავიდა და ორატორების გამოძახება დაიწყო. ჯერ ადგილობრივი პოლიტიკოსი გამოვიდა, სოციალური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შემდეგ ერთმა ბიზნესლედიმ თავისი კომპანიის საქველმოქმედო აქციებზე მოყვა. ყველა მზრდილობიანი აპლოდისმენტები მიიღო. შემდეგ ირაკლის ჯერი დადგა. ქალბატონებო და ბატონებო, ახლა გვაქვს სპეციალური პრეზენტაცია ბიზნესმენ ირაკლი ბერიძისგან, რომელმაც მოამზადა ვიდეო სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ირაკლი, გთხოვთ. ირაკლი სცენაზე ავიდა. მიკროფონი აიღო, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. საღამო მშვიდობისა. მადლობა მოწვევისთვის. დიდ დროს არ წაგართმევთ. უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ვიდეო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გადავიღე. ეს არის ერთ ქალზე, რომელიც ამ უბანში მუშაობს. ნაგვის შემგროვებელზე, სახელად ნინო მახარაძეზე. ზოგიერთი თქვენგანი ალბათ იცნობს მას. დარბაზში ჩურჩული გაისმა. ზოგმა გაკვირვებით გადახედა ერთმანეთს. ზოგი შუბლს იჭმუხნიდა, ცდილობდა გაეგოს, საით მიჰყავდა საუბარი, სანამ ვიდეოს გაჩვენებდეთ, მინდა ერთი რამ გითხრათ. ამ ქალს ცოტა ხნის წინ ქურდობაში დასდეს ბრალი. ბრალი დასდო აქ მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა. ბრალდება ყალბი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის საჯაროდ დაამცირეს, დაკითხეს, სამსახურიდან დაითხოვეს და სახელი გაუტეხეს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეყო გამბედაობა და დაებრუნებინა ის, რაც ნაგავში იპოვა. რაღაც რისი დამალვაც ვიღაცას უნდოდა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ პირდაპირ გიორგი წერეთელს შეხედა, რომელსაც ღიმილი გაჰქრობოდა და გაფითრებულიყო. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, მინდა ნახოთ, ვინ არის ეს ქალი სინამდვილეში. არა ის ვერსია, რომელიც მასზე გამოიგონეს, არამედ რეალური ადამიანი. ირაკლიმ ტექნიკოსს ანიშნა. დარბაზში შუქი ჩაქრა და ეკრანი აინთო. ვიდეო დაიწყო. კადრებში ჩანდა ნინო, რომელიც ვაკის ქუჩებში მუშაობდა. ურიკას მიაგორებდა. ნაგავს აგროვებდა. მაგრამ სხვა რაღაცებიც ჩანდა. ჩანდა, როგორ დაუბრუნა საფულე ერთ ქალბატონს. როგორ დაეხმარა მოხუცს ქუჩაზე გადასვლაში. როგორ ახარისხებდა ნაგავს ფრთხილად. როგორ დაალევინა წყალი მიტოვებულ ძაღლს. როგორ გაუღიმა ბავშვს, რომელმაც ფანჯრიდან ხელი დაუქნია. დამსწრეები ჩუმად უყურებდნენ, ზოგი უკვე ხვდებოდა, რა ხდებოდა. შემდეგ ვიდეოს ტონი შეიცვალა. კადრებში დამცირება გამოჩნდა. ჩანდა მობინადრე, რომელიც ნინოს ისე გაურბოდა, თითქოს გადამდების ენი სჭირდა. ჩანდა კაცი, რომელმაც ყავა განგებდა აქცია მის წინ. ჩანდა, როგორ ჩხრეკდა დაცვა მის ზურგჩანთას ხალხის წინაშე. ჩანდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მას ჩუმად უღებდა ფოტოებს და იცინოდა. ჩანდა მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც მას ვიტრინის წინ დგომას უკრძალავდა. ზოგიერთი სტუმარი სკამზე უხერხულად შეიშმოშნა. ზოგი აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს ამოწმებდა, იცნობდა თუ არა ვინმე მათ იმ კადრებში. მაგრამ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. ირაკლიმ ვიდეო შეაჩერა და ისევ დაიწყო ლაპარაკი. ეს სცენები, რომლებიც ახლა ნახეთ, მოხდა აქ, იმ ქუჩებში, სადაც ბევრი თქვენგანი ცხოვრობს, მუშაობს და სეირნობს.
და არც ერთ თქვენგანს არაფერი გაუკეთებია. არავინ ჩარეულა. რადგან თქვენთვის ის უჩინარია. ის ნივთია. ის ადამიანზე ნაკლებია. სიჩუმე უკვე აუტანელი ხდებოდა, მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია. რადგან ამ დარბაზში არის ერთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ გულგრილობით არ შემოიფარგლა. ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა ამ ქალის ცხოვრება განგებ გაენადგურებინა. და მე ამის მტკიცებულებები მაქვს. ირაკლი მისევ ანიშნა. ვიდეო გაგრძელდა. ამჯერად გამოჩნდა WhatsApp-ის ჯგუფების მიმოწერები. სასტიკი შეტყობინებები ნინოზე. მისი ფოტოები დამამცირებელი კომენტარებით. იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეეთხზათ ბრალდებები, რათა ის უბნიდან გაეძევებინათ. შემდეგ კი გამოჩნდა კონვერტის ფოტო. საბუთები. თაღლითური კონტრაქტები. კომპრომატული წერილები. ყველაფერი ორგანიზებული, ახსნილი, რისი უარყოფაც შეუძლებელი იყო. გიორგი წერეთელმა ეს საბუთები იმიტომ გადაყარა, რომ ისინი კორუფციულ სქემას ამტკიცებენ, რომელიც მილიონიან ტენდერებს ეხება. ნინომ ისინი ნაგავში იპოვა და მისსავე კორპუსში დააბრუნა, როგორც ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი მოიქცეოდა. მისი პასუხი? ქურდობაში დაადანაშაულა. ცხოვრება დაუნგრია. იმიტომ, რომ უფრო ადვილი იყო ნაგვის შემგროვებლის განადგურება, ვიდრე საკუთარი სიბინძურის აღიარება. გიორგის კამიდან წამოხდა, ფრაზისგან გაცითლებული, ეს ცილისწამებაა. მე გიჩივლებთ. მიჩივლე, უპასუხა ირაკლი მშვიდი, მაგრამ მჭრელი ხმით, მე ყველა ეს მტკიცებულება დამოწმებული მაქვს. ასლები აქვთ ადვოკატებს, ჟურნალისტებს და ფინანსურ პოლიციას. შეგიძლია რამდენიც გინდა მიჩივლო, მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ახლა აქ ყველა მიცის, ვინ ხარ სინამდვილეში. დარბაზში ხმაური ატყდა. ხალხი ფეხზე დგებოდა, ცხარე კამათი დაიწყო, ტელეფონებით გადაღება დაიწყეს. ირაკლიმ რამდენიმე წამით აცალა ქაოსს. შემდეგ ხელი აწია და სიჩუმეს თხოვა. მაგრამ ამ საღამოს მთავარი აღმოჩენა მე არ ვარ. ის არის. და სწორედ მაშინ დარბაზის კარები გაიღო. და ნინო მახარაძე შემოვიდა. ყველა თავი კარისკენ მიბრუნდა. ნინო ნელა შემოვიდა, ეცვა მარტივი მუქი ლურჯი კაბა, თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი, ყოველგვარი მაკიაჟისა და სამკაულების გარეშე. ის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის. და ეს იმ მომენტში ნებისმიერ ნიღაბზე ძლიერი იყო. ირაკლი 3 დღით ადრე დაუკავშირდა მას. მოუყვა გეგმაზე, მტკიცებულებებზე, ღონისძიებაზე. ნინო ყოყმანობდა. არ უნდოდა სანახაობის ნაწილი გამხდარიყო. არ უნდოდა სიმბოლოდ ქცეულიყო. მხოლოდ მშვიდად მუშაობა და ღირსეულად ცხოვრება სურდა. მაგრამ ირაკლიმ ისეთი რამ უთხრა, რამაც ყველაფერი შეცვალა. ეს შენზე არ არის. ეს არის ყველა იმ ნინოზე, ვინც ჩვენს ირგვლივ არსებობს. ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ყოველ დღეს რესენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ისინი ნაკლები ღირსნი არიან. თუ შენ ახლა არ ილაპარაკებ, ისინი ამას გააგრძელებენ. შენთანაც და ყველასთანაც, ვინც შენს მერე მოვა. ნინომ გაუგო. ეს არ იყო პირადი შურისძიება. ეს იყო დუმილის გატეხვა. იმის ჩვენება, რომ არსებობს რაღაცები, რასაც ნორმად ვეღარ მივიღებთ. და ამიტომ იყო ის იქ. დარბაზის ცენტრალურ გასასვლელში გაიარა, მაგიდებს შორის ასობით თვალი აცილებდა. ზოგი ცნობდა, ზოგი გაკვირვებული უყურებდა. მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ რაღაც მონუმენტური ხდებოდა. ირაკლი სცენიდან ჩამოვიდა და ხელი გაუწოდა ასასვლელად. ნინო წამით შეყონდა, მერე ხელი ჩაჰკიდა. როცა სცენაზე ავიდა და იმ აუდიტორიის წინაშე დადგა, იგრძნო როგორ აუჩქარდა გული. ეს არ იყო შიში. ეს იყო რაღაც უფრო დიდი. ეს იყო გაცნობიერება იმისა, რომ ეს მომენტი ბევრ რამეს განსაზღვრავდა. ირაკლიმ მიკროფონი გადასცა, შენია უთხრა ჩუმად. ნინოს მიკროფონი ორივე ხელით ეჭირა. ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. საღამო მშვიდობისა. მე ნინო მახარაძე ვარ. მე ნაგვის შემგროვებელი ვარ. ყოველდღე ვმუშაობ ამ უბნის ქუჩებში. ვაგროვებ იმას, რასაც თქვენ ყრით. ვასუფთავებ იმას, რასაც თქვენ აბინძურებთ. დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ეს მხოლოდ სამუშაო იყო. მხოლოდ გადარჩენის საშუალება. მაგრამ ახლა მესმის, რომ ეს უფრო მეტი იყო. ეს იყო ტესტი.
ტესტი იმისა, თუ რამდენს გავუძლებდი, როცა ისე მეკცეოდნენ, თითქოს არ ვარსებობდი. დარბაზში ისეთი სიჩუმე იყო, რომ ადამიანების სუნთქვა ისმოდა. ჩემთვის ხელი უბიძგიათ მოუმართავთ შეურაცხყოფით, ჩუმად გადაუღიათ ფოტოები, ყველას წინაშე გავუჩხრეკი ვარ, ქურდობაში დავუდანაშაულები ვარ და ისე მომქცევიან, თითქოს ნაგავი ვიყავი. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მაშინ, როცა ღირსეულად ცხოვრებას ვცდილობდი. და იცით, რა არის ყველაზე სამწუხარო? არა ის, რაც მე გამიკეთეს, არამედ ის, რაც არ გააკეთეს. არავინ დამეხმარა. არავის არაფერი უთქვამს. არავის უთქვამს, რომ ეს არასწორი იყო. იმიტომ, რომ თქვენთვის მე უჩინარი ვიყავი. მე მხოლოდ მაშინ ვარსებობდი, როცა ხელს გიშლიდით. ზოგიერთმა ქალმა თვალები დახარა. ზოგი ცრემლებს ვერ იკავებ და ირაკლი ხედავდა სირცხვილისგან გაწითლებულ სახეებს, ზოგს კი ბრაზით სავსეს, მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ იყო. ყველაზე ცუდი ის იყო, როცა სწორად მოქცევა ვცადე. როცა მნიშვნელოვანი საბუთები ვიპოვე და დავაბრუნე. შემეძლო გადამეგდო. შემეძლო ყურადღება არ მიმექცია. მაგრამ დავაბრუნე. იმიტომ, რომ ასე გამზარდეს. რომ ვიყო პატიოსანი. რომ სწორად მოვიქცე მაშინაც კი, როცა არავინ მიყურებს. და რა მივიღე სანაცვლოდ? ქურდობა დამაბრალეს. ისევ დამამცირეს. ამჯერად არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ პოლიციაში. პოლიციელების წინაშე, რომლებმაც ჩემი ვერსიის მოსმენამდე უკვე გამასამართლეს. ნინო წამით გაჩერდა. არ ტიროდა. არ აპირებდა ტირილს. მათ ამ სიამოვნებას არ მიანიჭებდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩებიდან ნაგვის შეგროვებაში გავატარე. მაგრამ ამ დროის განმავლობაში ერთი რამ ვისწავლე. ბევრი ნაგავი ურნებში კი არ არის, არამედ ადამიანებშია. იმაშია, თუ როგორ ექცევიან სხვას. ზრდილობით შენიღბულ სისასტიკეშია. იმათ დუმილშია, ვინც ხედავს და არაფერს აკეთებს. ეს ყველაზე რთულად მოსაცილებელი ნაგავია. იმიტომ, რომ ის ძვირადღირებული კოსტიუმების, იმპორტული სუნამოებისა და ყალბი ღიმილების მიღმაა დამალული. დარბაზში ხმაური გაისმა. ხალხი უხერხულად იშმუშნებოდა. ზოგი პარალიზებული იყო, თითქოს ნინოს ყოველი სიტყვა ზუსტი დარტყმა ყოფილიყო. ბატონმა გიორგიმ ჩემი განადგურება სცადა, იმიტომ, რომ მე მისი სიბინძურე ვიპოვე. მაგრამ ის ერთადერთი არ არის. ამ დარბაზში ბევრია ისეთი, ვინც სხვანაირად აკეთებდა იგივეს. მზერით, რეპლიკით, გულგრილობით. გგონიათ, რომ უკეთესები ხართ, იმიტომ, რომ ფული გაქვთ. იმიტომ, რომ კარგ სკოლებში ისწავლეთ. იმიტომ, რომ ლამაზ კორპუსებში ცხოვრობთ. მე გეტყვით ერთ რამეს, მე ეს ყველაფერი არ მქონია. მე შორიდან მოვდივარ. იქიდან, სადაც საჭმელიც კი არ გყოფნიდა, სადაც შესაძლებლობები არ იყო, სადაც იმედი არ არსებობდა. მაგრამ იქ არასდროს გვაკლდა ღირსება. არასდროს გვაკლდა პატივისცემა. არასდროს გვაკლდა სურვილი, ყოფილიყავით იმაზე უკეთესები, ვიდრე სამყარო ჩვენგან ელოდა. ახლა უკვე ბევრი ტიროდა. ირაკლიმ დაინახა ჭაღარა ქალბატონი, რომელიც სახეს ხელსახოცით იწმენდა. დაინახა შუახნის კაცი, რომელმაც თავი ჩაუნა, ზერის გასწორება არ შეეძლო, თქვენ მე არარაობად მაგციეთ. მაგრამ მე არასდროს ყოფილვარ, არარაობა. მე ყოველთვის ვიყავი პიროვნება. ადამიანი ოცნებებით. ადამიანი გრძნობებით. ადამიანი, რომელიც ყოველდღე იღვიძებს და აკეთებს მაქსიმუმს. მე არ ვარ ის ნაგვის შემგროვებელი, რომელსაც თქვენ ზემოდან უყურებთ. მე ნინო ვარ. ქალი, რომელიც სახლში ავადმყოფ დედას უვლის. ქალი, რომელიც ღამით სწავლობს მუშაობის შემდეგ. ქალი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეიძლება იყო ბედნიერი მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა. ნინო გაჩერდა. პირდაპირ გიორგი წერეთელს შეხედა, რომელიც ფეხზე იდგა, გაცითლებული, ბრაზისა და სირცხვილისგან ათრთოლებული. რაც შეეხება თქვენ, ბატონო გიორგი. თქვენ ჩემი განადგურებას სცადეთ. ჩემი ხმის ჩახშობას სცადეთ. ქურდად ჩემი გამოყვანა სცადეთ, რომ დაგემალათ, ქურდი თავად რომ ხართ. მაგრამ არ გამოგივიდათ. იმიტომ, რომ მე თქვენნაირი არ ვარ. მე არ მჭირდება მოპარვა, ტყუილი ან სხვისი განადგურება იმისთვის, რომ მივაღწიო იმას, რაც მინდა. მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. და ამას თქვენ ვერასდროს წამართმევთ.
გიორგიმ პასუხი სცადა, მაგრამ ხმა აუკანკალდა. იცოდა, რომ რასაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერი განადგურებული იყო. იცოდა, რომ წააგო. არა მხოლოდ რეპუტაცია, არამედ რაღაც ბევრად დიდი. მან დაკარგა უნარი, თავი მოეჩვენებინა. ნინომ ისევ აუდიტორიას შეხედა, მე აქ შურისძიებისთვის არ მოვსულ ვარ. მე მოვედი სათქმელად, რომ თქვენ ვეღარ მოიტყუებით, თითქოს ვერ ხედავთ. რომ თქვენ ვეღარ მოექცევით ჩემნაირ ადამიანებს ისე, თითქოს ნივთები ვიხოთ. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ნივთები. ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც თქვენ. და ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას. არა სიბრალულის გამო, არამედ უფლების გამო. მან მიკროფონი ირაკლის დაუბრუნა. და დარბაზი აპლოდისმენტებმა ააფეთქა. ეს არ იყო ზრდილობიანი ტაში. ეს იყო ემოციური, ხმამაღალი აპლოდისმენტები, სავსე სირცხვილით, აღფრთოვანებითა და აღიარებით. ზოგიერთი წამოდგა. მერე. სხვებიც. სანამ მთელი დარბაზი ფეხზე არ დადგა და ტაშით არ მიესალმა იმ ქალს, რომელმაც მათ ღირსების ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩაუტარა. გიორგი წერეთელი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, თან ყველას ტელეფონი მას უღებდა. მეორე დღეს ნინოს გამოსვლის ვიდეო ყველა გაზეთში, ყველა სოციალურ ქსელში და ყველა საუბარში იყო. ამბავი ცეცხლივით გავრცელდა. და მასთან ერთად მოვიდა შედეგებიც. გიორგიმ დაკარგა კონტრაქტები მერიასთან. დაკარგა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარეობა. დაკარგა პატივისცემა, რომელიც არასდროს დაუმსახურებია. და საბოლოოდ პასუხისგებაში მისცეს კორუფციის, თაღლითობისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო. არ დაუჭერიათ, რადგან მისნაირებს იშვიათად იჭერენ, მაგრამ დაკარგა ყველაფერი, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ძალაუფლება, თავი ღირსეულ ადამიანად მოეჩვენებინა. ირაკლიმ ამ საქმის გამოხმაურება გამოიყენა იმისთვის, რომ დაეარსებინა სასწავლო სტიპენდიების პროგრამა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შვილებისთვის. თავის კომპანიებში დანერგა პატივისცემის პოლიტიკა ადამიანური ღირსების შესახებ სავალდებულო ტრენინგებით. და თავისი ქონების ნაწილი გამოიყენა პროფესიული გადამზადების ცენტრის დასაარსებლად მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არ იყო, რაც ირაკლიმ გააკეთა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რასაც ნინომ მიაღწია. ის მუშაობას დაუბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე პატივისცემით. მობინა დრეები, რომლებიც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ, ახლა ესალმებოდნენ. დაწესებულებები, რომლებიც ადრე აგდებდნენ, ახლა თავაზიანად მასპინძლობდნენ. და მან, ვისაც ყოველთვის ეშინოდა დიდი ოცნებების, საბოლოოდ დაიჯერა, რომ მეც იმსახურებდა. ირაკლის მხარდაჭერით ნინო სწავლას დაუბრუნდა. დაამთავრა სკოლა და სოციალური მუშაობის ფაკულტეტზე ჩააბარა. სურდა დახმარებოდა სხვებს, ვინც იგივე გაიარა, რაც მან. სურდა ტკივილი მიზნად ექცია. და აქცია კიდეც. 3 წლის შემდეგ ნინომ დიპლომი აიღო. გამოშვების დღეს ირაკლი დარბაზში იჯდა და ამაყად უკრავდა ტაშს. არა როგორც მფარველი, არამედ როგორც მეგობარი. რადგან ამ წლების განმავლობაში მათ იშვიათი რამ შექმნეს ნამდვილი მეგობრობა დაფუძნებული ურთიერთპატივისცემასა და რწმენაზე, რომ ღირსებას სოციალური კლასი არ გააჩნია. თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ნინომ უჩინარობაზე ისაუბრა. იმაზე, თუ როგორც ცდილობს სამყარო ზოგიერთი ადამიანის წაშლას. მაგრამ ისაუბრა წინააღმდეგობაზეც. იმაზე, რომ ღირსება არის რაღაც, რასაც ვერავინ წაგართმევს, თუ შენ თვითონ არ მისცემ ამის უფლებას. და როცა დაამთავრა, კიდევ ერთხელ დაუკრეს ტაში. მაგრამ ამჯერად არა სიბრალულის გამო, არამედ აღფრთოვანების გამო. რადგან ნინო მახარაძემ დაამტკიცა, რომ ადამიანის სიდიადე არ იზომება იმ ფულით, რაც აქვს, ან იმ ტანსაცმლით, რაც აცვია. ის იზომება იმ ძალით, რაც შიგნით აქვს. უნარით ფეხზე იდგე მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო შენს დაცემას ცდილობს. და გამბედაობით შეინარჩუნო სუფთა გული მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერი დაბინძურებულია. საბოლოოდ ნინოს ისტორია მხოლოდ ერთი ქალის ამბავი არ არის, რომელმაც დამცირება გადალახა. ეს არის ამბავი ყველა იმ ადამიანზე, ვინც უჩინარია. ყველა მათზე, ვინც ბევრს შრომობს, მაგრამ ისე ექცევიან, თითქოს არ არსებობდნენ. ყველა მათზე, ვისაც აქვს ღირსება, მაგრამ დაბალ ფენად მიიჩნევენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბედმა შესაძლებლობები არ მისცა. და ეს არის არჩევანი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი აკეთებს. არჩევანი, დავინახოთ თუ თავი მოვიკატუნოთ. არჩევანი, პატივი ვცეთ თუ აბუჩად ავიგდოთ. არჩევანი, ვიყოთ ნამდვილი ადამიანები თუ მხოლოდ ვგავდეთ მათ.
რადგან საბოლოო ჯამში ამ ისტორიის ყველაზე დიდი გარდატეხა ის კი არ იყო, როცა ნინო იმ ხალხს დარბაზში დაუპირისპირდა. არამედ ის, რომ მან ყოველი ჟესტით, ყოველი სიტყვითა და ყოველი პატიოსანი სამუშაო დღით დაამტკიცა, რომ ყოველთვის მათზე დიდი იყო და რომ ღირსება ფულისგან განსხვავებით არ იყიდება. ის მოიპოვება და ერთხელ მოპოვებულს კი ვეღარავინ წაგართმევს. ძვირფასო მსმენელებო, ვიმედოვნებთ, რომ ნინო მახარაძის ისტორიამ თქვენს გულებამდე მიაღწია. თუ ამ ღირსებისა და გადალახვის გზამ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოგწერეთ კომენტარებში, რომელმა მომენტმა დაგაფიქრათ ყველაზე მეტად. ყოველ დღე ჩვენ წარმოგიდგენთ მსგავს ისტორიებს, რომლებიც ადამიანის სულის სიღრმეებს აჩვენებს და გვახსენებს, რომ პიროვნების სიდიადე მის არსებაშია და არა ქონებაში. გელოდებით მომდევნო ეპიზოდში ახალი ამბით, რომელიც თქვენს